გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი, ამ პოდკასტის ავტორი და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ჩემს გადაცემაში დღეს პირველი სტუმარი მყავს გიორგი ლიპარიშვილი, მამების სკოლის ფასილიტატორი და მასთან გავაგრძელებთ საუბარს. გამარჯობა, გიორგი. გამარჯობა, მეგი. მეგის პოდკასტის წარმოდგენია My Comfort Home. ეს არის ჭკვიანი მოწყობილობების ვებ-პორტალი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თანამედროვე ტექნიკა. ხოლო ჩვენი ვიდეოს გამართულობაზე ზრუნავს Production Studio Full Frame, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი სირთულის ვიდეო და ანიმაციური კონტენტის შექმნის აუცილებლობის შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. პირველი სტუმარი ხარ ჩემ პოდკასტში. გამაგარია, ძალიან ვიხარია და კეთილი იყოს შენი ფეხი. კეთილი იყოს და წარმატებების მომტანი შენი გადაცემისთვის და ძალიან ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ ვიცი რომ მარტო შენთვის არ აკეთებ, რასაც აკეთებ შენ საქმეს. მადლობა ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს. სანამ მოხვიდოდი, ვფიქრობდი, მე ხოს ესე ვპოზიციონირებ, რომ დედა, ჩემი შვილები, როგორც მშობელი და დედასთან სტუმრად მიდის მამა თქო, იმიტომ რომ შენ ხარ ახლა და ზოგადადაც მამების სკოლის წარმომადგენელი. შვენიერი ეს არის შეთავსება, რომ დედამ და მამამ უნდა ილაპარაკონ ბავშვის განვითარებაზე და ეს ძალიან კარგი სალაპარაკო თემაა და მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც თქვი, დასაწყისშივე და მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ამ თემებზე ვილაპარაკოთ. და მით უმეტეს, როცა ქვეყანაში უკვე არსებობს მამების სკოლა და მიხარია, რომ ისევ იხსნება მამების სკოლა, ჯგუფებად იხსნება ხოლმე ეს სკოლა და ახალ ნაკადზე მიღება და რეგისტრაცია უკვე დავიწყეთ და ცოტა ადგილია, მაგრამ დიდი და ბევრი საქმეები გვაქვს საკეთებელი გასაზიარებლად, შესაცნობად, გადასააზრებლად, იმიტომ რომ ერთი არის რომ სადღაც არის ცოდნა, არის გამოცდილება, მაგრამ ამას ჭირდება მიღება და მერე გააზრება, თორე ცარიელი ცოდნა საკმარისი არ არის, თორე გარშემო ვხედავთ ადამიანებს, ვისაც აქვს ცოდნა, აქვს განათლება, მაგრამ ამას ან არ იყენებს, ან იყენებს საზიანოდ. ბოროტად. ან ბოროტად, ხო. და ამიტომ მნიშვნელოვანია მივხვდეთ, აღმოვაჩინოთ, რომ მამობას პროფესია, რაღაცნაირად მოხალისეობრივი პროფესია, მოხალისეობაში მას კი არ გულისხმობ, რომ სულ ხალისით თუ აკეთოთ ეს ყველაფერი, ხანდახან შეიძლება მამაც დასევდიანდეს. მოხალისეობაში გულისხმობ, რომ ენთუზიაზმით და სიყვარულით სავსე უნდა იყოს სულ და ამაში ანაზღაურებას არ მიიღებ. როგორც დედა ხო არ იღებს ანაზღაურებს, ისე მამაც ხო ანაზღაურების გარეშე მუშაობს და თან შინაგანი მოტივაციით კი და თან თვითონაც ძლიერდება, ეს არ არის მარტო რომ აძლიერებს საკუთარ შვილს ან პარტნიორს ცოლს, ხო? თვითონაც ძლიერდება, იმიტომ რომ უფრო ბედნიერი ხდება, უფრო თავდაჯერებული ხდება და მოდი მეტი გითხარი მამების სკოლის შესახებ, ანუ ეხლა იწყება 16-დან 30 ნოემბრამდე პერიოდში. რამდენი სესია იქნება და რა ტიპის სესიები ამაზე მოგვიყევი? მამების სკოლაში არის სულ 5 სესია, დაპატარავებული მოდული გვაქვს ეხლა მამების სესიის, მოკლე კურსი. და სესიები არის გადანაწილებული როგორც დასწრებით, ანუ პირისპირ შეხვედრები, ასევე არის ონლაინ, რომ მოქნილი იყოს მამებისთვისაც და შუაკვირაში არ წავართვათ დრო სამუშაო საათები და საღამოს საათებში იქნება ონლაინ და კვირა დღეს გვექნება ხოლმე პირისპირ შეხვედრა, სადაც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს განვიხილავთ ხოლმე, ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, როგორც არის მამის გავლენა შვილის აღზრდაში, მამის როლზე, ბავშვის განვითარების ტიპებზე და მოზარდის განვითარებაზე, სადაც ასევე ფსიქოლოგის ჩაერთვება და სესიებს ის წარმართავს, თავის პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს მამებს და ერთ-ერთი ჩვენთვის კიდევ იმ დროიდანვე საამაყო და მნიშვნელოვანი სესია არის პირველი დახმარება, რაც არა მარტო მამამ, არამედ ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს, ჩემი აზრით, მთელს ქვეყანაში, ყველა სრულწლოვანმა ადამიანმა, რომ გადავარჩინოთ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს გარშემო მყოფი არა მარტო ოჯახის წევრი, არამედ ნებისმიერი ადამიანი, სიცოცხლე შეუნარჩუნდა მამისთვის რა მნიშვნელოვანი, მამაშველები ხო რა მნიშვნელოვანია, ხო, რომ ჩვენ შვილს თუ პირობითად რაღაცა უცებ, რაღაც შემთხვევა, ხელი გაეჭრა, რაღაცა მოკბინა, რაღაცა ფეხი გადაუბრუნდა, როგორ ვიყოთ პირველი ექიმები. როგორ იმოქმედოთ.
ყოველგვარი პანიკის გარეშე და თან პროფესიონალურად, რომ არა ისე რაც მითები და ლეგენდები და სტერეოტიპები გვასწავლიდნენ, რომ რაღაც ეს უნდა გააკეთო და გათიშვის დროს თითიფირში ჩაუდაკვა რაღაც ენა დაუჭირო, არა, პროფესიონალად უნდა იყოს და სწორედ პროფესიონალი ჩაერთვება ამ მიმართულებით და ის წარმართავს ამ სესიას. გიორგი, შენ თქვი, რომ ნაწილობრივ იქნება ონლაინ და ნაწილობრივ პირისპირ რეჟიმში, ხო? ანუ შუაკვირაში იქნება ონლაინ, როგორც თუ სწორად შუაკვირაში იქნება ონლაინ. და შაბათ თუ კვირა დღეს იქნება? პირაობით იქნება პირისპირ. ისო 5 შეხვედრა იქნება, 3 იქნება აქედან პირისპირ და 2 იქნება ონლაინ შეხვედრა. პატარ-პატარა საშინაო სამუშაოებიც გვექნება, საშინაო დავალებას რო ეძახით ხოლმე, რადგან სკოლას უხდება, ოღონდ ესეც იქნება როგორც სახალისო, ასევე შემეცნებითი გასააზრებელი და დასაფიქრებელი. და გვექნება აქტივობები კიდევ ისეთი, რომელიც რეალურად პროცესში უფრო მეტად ჩართავს მამას, დააფიქრებს, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ადამიანებს არ გვაქვს ფიქრის დრო. ან სულ მუშაობთ, ან რაღაც პრობლემაზე გადავერთვებით და ვერ ვიცლით იმისთვის, რომ კონკრეტულ მნიშვნელოვან თემაზე მოვახდინოთ ფოკუსირება და იმ თემაზე დავფიქრდეთ. დავპაუზდეთ, ხო, ერთი წუთით და გარედან შევხედოთ ჩვენ თავს. ის სხვა კუთხიდან შევხედოთ, აი რატო არის მნიშვნელოვანი მამობა, რა არის საერთოდ მამობა, ის რომ ბავშვი გაჩნდა და ავტომატურად მამა ხარ და სულ მამა იქნები, ან სულ ვერ იქნები თუ არ იქნები ჩართული პროცესში, ხო, იმიტომ რომ დაკარგავ ამ მამობის განცდას დაკარგავ და მარტო ეს ბიოლოგიური ნაწილი საკმარისი არ არის მამობისთვის. შენ უნდა იყო გვერდში მყოფი მამა უნდა იყო და არა გვერდზე მყოფი მამა, ან უბრალოდ ბიოლოგიური მამა, რომელიც რაღაცნაირად კავშირი აქვს მხოლოდ ერთი მხრივ შვილთან და არა ჩართულობით. აქ არის ღირებულებების ნაწილი კიდევ, რომ ღირებული დროის გატარება ამ მნიშვნელოვანი შვილთან და ასეთ თემებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები და რა იქნება მნიშვნელოვანი, რომ უნარები რაც აქვთ მამობის, ეს უნარები გაიხსენონ, აღმოაჩინონ ახალი უნარები, შეიძინონ და საკუთარი თუ სხვისი გამოსვლებით კიდევ უფრო უკეთესი მამები გავხდეთ. გიორგი, შეიძლება ხა ვისმენს ვინმე და ფიქრობს, რომ აი როგორ მოხდეს მამების სკოლაში, როგორ შეიძლება რომ მონაწილეობა მიიღოს ადამიანმა და რა საჭიროება არის ამის, მაგალითად ფასიანია, უფასო, ამაზე მოგვეყევი. მამების სკოლაში ჩართულობა უფასო არის, როცა ჩვენ ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში აკეთებს გაეროს მოსახლეობის ფონდი არის ამ პროექტის მხარდამჭერი, მშობლები განათლებისთვის ორგანიზაცია ერთობლივად მიმდინარეობს და რომელიმე გვერდზე შეუძლია რომ ნახოს რეგისტრაციის ბმული, დეტალები ამ მამების სკოლის შესახებ და შემდეგ თუ მოეწონება და ეთანხმება, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და 16 ნოემბერს უკვე დავიწყებთ შერჩეულ კანდიდატებს წინასწარ დაუკავშირდებიან, კიდევ ერთხელ შეახსენებენ თავიანთ უფლებებს, მოვალეობებს, სურვილებს და შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. მცირე ჯგუფი იქნება, სულ დაახლოებით 15 ადგილია, ამიტომ მალევე ჯობია რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ვისაც უნდა რომ გაიაროს მამების სკოლა. თორე შეიძლება დარჩეს ჯგუფის მართვა, ხო? მულს ჩვენ აღწერაშიც დავურთავთ ამ ვიდეოს და მაყურებელი შეძლებს რომ მარტივად გადავიდეს სარეგისტრაციო მულზე და დარეგისტრირდეს. ყველა კაცისთვის არის ხელმისაწვდომი, ვთქვათ, ის ადამიანი, რომელიც ახლა ელოდება შვილს, ან ვთქვათ, მომლოდინე მამა, ან გეგმავს რომ ყავდეს შვილი. აი ამაზე მინდა გკითხო, ყველა კაცის შეუძლია მონაწილეობის მიღება? კარგი კითხვა, შეუძლია ყველა ადამიანს, ვინც მამაა, მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვქონდა მამების სკოლა, რომელიც მომლოდინე მამების იყო, ან კიდევ ეძახით ხოლმე ახალბედა მამებს, ოღონდ ამ შემთხვევაში ახალშობილი მამა. ახალშობილი, ხო, ახალბედას ვეძახით, რომ თვითონაც რაღაც ახალ გამოჩეკილი და ახალ გამომცხვარი მამა რო იყო და აი მაგათ გვქონდა შემთხვევა, რომ ერთმა მამამ გითხრა, რომ გუშინ ჩემი შვილი დაიბადაო და უკვე ჩვენ სესიაზე იჯდა პირველად და ვეუბნებოდ რომ როგორ ახერხებ ემოციურად და აქ ხომ ეს სწორედ ამისთვის მოვედი ამაყად გვეუბნებოდა და უკვე მისი შვილი 4 წლის ხდება და ძალიან მაგარია რომ ის მომზადებული ხდებოდა მამობას. ან ყოფილა შემთხვევა რომ მამების სკოლის მერე გაჩენილა მისი შვილი და აქაც მზად ყოფილა უფრო უკეთ მამობისთვის. მოკლედ ეს არ არის კონკრეტულად ეხლა ვინც ელოდება, შეიძლება იმ მამამაც იპოვოს თავისი წილი მამობის სამზადისი ამ ჩვენს კონკრეტულ კურსში, ან იმ მამებმა, ვისაც უკვე ცოტა მოზრდილი შვილი ყავს, ან თინეიჯერი შვილი ყავს და არის ის როგორ ესაუბროს, ან როგორ ურთიერთოს, ყველა მამამ შეიძლება თავისი წილი უნარების განვითარება იპოვოს და აღმოჩნდეს, რომ
თურმე რა იქნებოდა რომ ამდენ ხანსაც შემძლებოდა და მე რამდენი წრეზე მივდივარ მამების სკოლაში როგორც ფასილიტატორი მე თვითონაც ცოტა უკეთესი მამა ვხდები ხოლმე იმ პერიოდში და ყოველი სესიის შემდეგ კი და როგორც ყოველ წიგნის კარგი წიგნის რაღაც მე უკეთესი ვხდებით და სადღაც კარგისკენ მივყავარ და არ შემხვედრია მამა ვინც ჩვენი სკოლა დაამთავრა რომ მე ის რაღაცნაირად არ ყოფილიყო ბედნიერი იმით რომ თვითონ ეს ნაბიჯი გადადგა წლების მერე რო გავზომოთ რომ აი შვილი რო სრულწლოვანი გახდება რომ ეცოდინება რომ მამაჩემი მამების სკოლაში სწავლობდა იმისთვის რომ უკეთესი მამა გამხდარიყო ჯერ როგორ თავმდაბლობა რომ აღიარო რომ კი მამობა აი მაგაზე მინდა გკითხო ზუსტად ანუ ორი შეკითხვა მაქვს ახლა შენთან პირველი არის აი მე მშობლების ტრენინგებს ხშირად ვარ ხოლმე ორგანიზატორი მაგრამ ჩვენთან ძირითადად ქალები მოდიან ანუ ჩვენთან გულისხმობ მშობელთა ასოციაციას ხო ძირითადად ქალები 95% მაინც დედები არიან. და როცა დედები მოდიან ტრენინგზე, აღარ უნდათ წასვლა, იმდენად სასიამოვნო არის ეს პროცესი, იმდენად ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის გასაზიარებელი და ჩვენი შვილების შესახებ მოსაყოლი. რაღაცა თანამოაზრეთა წრე იქმნება ხოლმე და ეს ყველასთვის ძალიან საინტერესო პროცესია და სასიამოვნო პროცესია. ანუ სწავლობთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად ვიმშობლოთ, იმიტომაც რომ რაღაცა ეს ჩვენს პიროვნულ ზრდაშიც გვეხმარება. მეორე შეკითხვა არის უკვე აი აქედან გამომდინარე ხო პირველი შეკითხვა იყო რომ აი კაცებისთვის ეს რამდენად სასიამოვნო პროცესია თვითონ პროცესში მონაწილეობა რამდენად კარგად გრძნობენ ისინი თავს შენ დაკვირვებით რა თქმა უნდა თუ უკვე მოდიან და გადადგამენ იმ ნაბიჯს რომ და მოვიდნენ მე აღმოჩენ რომ უფრო კარგი ყოფილა რომ ეს ნაბიჯი გადადგეს და კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება ხოლმე ამ ადამიანებისთვის იმ გარემოში ჩართვა იმიტომ რომ აქ ხდება აღმოჩენს რომ თვითონ მარტო არ ყოფილა და თავიდან რო ეგონა თვითონ განსხვავებული, ამიტომ რომ უფრო მეტის გაგება უნდა მამობაზე, რაღაცებს ამბობს რომ ვეძებდი ინტერნეტში, ლიტერატურა ვერ ვიპოვე, მეტი გამოცდება მინდოდა, მეგობარს კი ვკითხე, მაგრამ არ მეყო და უცებ ესეთი გარემო რო არსებობდა, უხარია რომ იმ გარემოს წევრია და რო ხედავს რომ კიდე სხვა მამები არიან მის გარშემო, კიდე უფრო ჩართული ხდება პროცესში, უფრო მეტად მზად ხდება მამობისთვის და შვილთან ურთიერთობას უფრო წარმატებით იწყებს, იმიტომ რომ მზად არის უკვე ამ მამობისთვის, რომ სწორად გააგრძელოს შვილთან ურთიერთობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორ დროს იყოს სწორი მხარდამჭერი. იმიტომ რომ ჩვენ თუ რაღაცას თვალი მოუხუჭეთ, რაღაცა გამოგვჭა, რაღაც დავაკელით, მე შეიძლება რომ ძაფი გავწყვიტოთ, ისე რომ ვერ შევშოთ შვილთან და მე ვეღარ გადავაბათ ეს. ზუსტად, აი ძალიან დიდი მადლობა ამ პარალელისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით მოზარდების მშობლებს უჭირთ ხოლმე შემდეგ ამ ძაფის შეკოწიწება, იმიტომ რომ მანამდე შეიძლება რაღაც პროცესებში ისეთი შეცდომები იყოს უნებლიეთ, რა თქმა უნდა, დაშვებული, რომ ძალიან რთულია ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ მამებიც დაინტერესდნენ ამ საკითხით და ასევე არსებობს შესაძლებლობა ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ, რომ ადამიანებმა, ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, ამ შემთხვევაში კონკრეტულად გაეროს მოსახლეობის ფონდმა იზრუნოს მამების განათლებაზე და მამების ჩართულობაზე ჯანსაღად შვილების ცხოვრებაში. ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, როგორ გავხდე კარგი მშობელი ამ წიგნს ვკითხულობდი ზაფხულში და ვინც დამინახა, რომ რაღაც წიგნს ვკითხულობდი და ამას ეწერა როგორ გავხდე კარგი მშობელი, რაღაცა ქილიკის ეს გავხდე, აქამდე არ იცოდი, აი 10 წლის შვილი ყავს და აქამდე არ იცოდი, როგორი მშობელი უნდა იყო და არ ხარ კარგი მშობელი და აი კაცების შემთხვევაშიც არსებობს ესეთი რაღაცა კომპლექსი დავარქვათ, მოდი, კაცებშიც არის ეს კომპლექსი, რაც ქალებში ნამდვილად არის, რა, ვინმეს არ ეგონოს, რომ არ იცი როგორი დედა ხარ. კაცებში ალბათ უფრო მწვავედ არის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში რაღაც ისე ჩამოყალიბდა, რომ თითქოს შვილთან ურთიერთობა, შვილის გაზრდაც, აღზრდაც, ზრუნვაც თითქოს მარტო ქალის საქმე იყო და კაცებში ამ კომპლექსმა ისე იჩინა თავი და ისე იზარდა თავისი თავი, რომ ვეღარც მივხვდით, რომ ესეთ ბუმბერას რაღაც იმად გარდა, იქსაც ციხეს სიმაგრეც, რომლის ახლა ან კარის შეღება, ან შესვლა ციხეს სიმაგრეში ცოტა რთულია. და ბევრნაირია ეს კომპლექსი საზოგადოების ბევრი მხარე აი მეგობრები მაგათ ნადროს ეგ არის ან საძმაკაცო ან ყოფილა შემთხვევა რომ აი ჩემმა სიმამრა მითხრა რომ რა გინდა მამების სკოლაში მე რაც ჩვენთან დედამთილები ასრულებენ მე რაც უდი მამა ვარ რომ არ მივლია და არ მისწავლია და აი კითხვა რაც არის რაც ვახსენეთ რომ აი წინა დღეებში მეგობარმა გამახსენა რომ
წიგნი ადრე მithქვამს ეგეთი რამე, რომ წიგნებს კი არა ერთმანეთს აღარ ვკითხულობთ თქო და ეგ დაგვემართა, რომ აღარ ვკითხულობთ, აი წიგნს რო ვკითხულობთ, ეგ ძალიან კაი. მეც ვალაგებ ხოლმე სულ წიგნებს, რომ ვკითხულობ როგორც საბავშვო წიგნებს, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობის ენა მქონდეს, ვკითხულობ პროფესიულს ხშირად, რომ აი რაღაცა ხვდები, რომ გამომელი აღარ მაქვს, რა ვქნა, არ ვიცი პროფესიულს. ვკითხულობ ქართულს, ბევრს ვკითხულობ უცხოენოვანს, ანუ სხვა ქვეყნის ავტორებს, სხვა ქვეყნის ავტორს, რომ პარალელები გავავლო და ვნახო იქ რა ხდება. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ წყარო როცა არსებობს, ინფორმაციის მიღების და სივრცე არსებობს, რომელსაც აქვს გამოცდილება უკვე ამ მამების სკოლის და თან ეს შექმნა იმდენად კარგმა მამამ, კარგმა ადამიანებმა შექმნეს თავის დროზე ეს მამების სკოლა და კიდევ ვითარდება და აგრძელებს სიცოცხლეს და განვითარებას, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ის მამებიც თუ უსმენენ, ვინც უკვე ჩვენს სკოლაში იყვნენ ადრე, ისინიც იქნებიან ალბათ პირველი რეკომენდატორები სხვა მამებისთვის, იქნებიან ელჩებიც, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ გაზიარების საუკუნეში და თუ არ გავაზიარებთ ჩვენს ცოდნას, ინფორმაციას, გამოცდილებას, ხო? მე ვაშავებთ შვილებთანაც, საკუთარ თავთანაც და სამყაროსთანაც, იმიტომ რომ მართლები აღარ ვართ, ხო? ჩვენ თუ მოგვცა რაღაცა სამყარო, ის უნდა გავაზიაროთ. გაზიარებაში არ გულისხმობ განიავებას, რომ რაც გვაქვს, სულ გავცეთ ყველაფერი. თანაბრად უნდა გავცეთ, რომ ჩვენთვისაც დავიტოვოთ, მაგრამ ის რომ შენ რაღაცა სხვას ასწავლე, არ ნიშნავს, რომ შენ გამოგეცლება ამით და შენ აღარ დაგრჩება. უნდა გადავანაწილოთ ისე, რომ სხვებისთვისაც მისაღები იყოს ეს ყველაფერი და რას ვთქვი დასაწყისში, რომ გაზიარება არ ნიშნავს აი სოციალურ ქსელში გაზიარება ნიშნავს რომ მივიღოთ და კიდევ გავიაზროთ, იმიტომ რომ მარტო გავაზიარო რომ აი მამების სკოლა დაიწყო არ არის ხოლმე საკმარისი, გავიაზროთ რაში გვჭირდება ეს მამების სკოლა, ნუ თუ მართლა საჭიროა და მნიშვნელოვანია და მე მივხვდეთ რა არის აქ მნიშვნელოვანი, ხო? რამდენად დაფარავთ საკითხებს, რაც ეხება ძალადობას ოჯახში, ძალადობას ბავშვთა მიმართ და ზოგადად ძალადობის პრევენციას. ჩვენს სესიებში არის თემები ძალადობასთან დაკავშირებით, მაგალითად როგორც არის ზრუნვა ძალადობის წინააღმდეგ და კიდევ ერთ სესიაში არის წყვილებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, სადაც არის აქტივობები, როგორ შეიძლება კონფლიქტს ავარიდოთ ან ბავშვი, შემთხვევაში ოჯახური კონფლიქტი შეიძლება იყოს და როგორ ვილაპარაკოთ ისე, რომ ნაკლებად ძალადობრივ გარემოში მოუწიოს შვილს გაზრდა. რთულია ბუნებრივია, რასაც ამბობდი, რომ გარემო იმდენად ძალადობრივია ჩვენს გარშემო დღეს, რომ რთულია, რომ ეს არ ნახოს ბავშვმა. მით უმეტეს ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, სადაც ხელმისაწვდომია ბევრი ინფორმაცია, ბევრი ამბავი და ეს ციფრულობაც შორს არ ხდება, სადღაც არ ნახულობს ამას სხვა ქვეყანაში დადგმულს, ეს ხდება ახლოს მასთან და შეიძლება ამ ძალადობის მსხვერპლი იყოს ვინმე მისი მამის მეგობარი, დედის მეგობარი, მისი შვილი ვიღაც, ანუ ახლოს ხდება ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო საფრთხილოა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მამის დროული ჩართვა, რომ დაზღვევა მოვახდინოთ ამის პრევენციასაც ვეძახით, ხო, წინასწარმზადება, რომ ძალადობა როგორ შეიძლება ავერიდოთ თავიდან, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ის კი არა, რომ მგელი იყავი და ყველა შეჭამე და დაამტვრიე და ხო, ანუ ვასწავლოთ როგორ არ გააღრმავოს ძალადობა, როგორ აირიდოს კონფლიქტი. მამების სკოლაშიც აი ძალადობის ნაწილებს ბევრი აქტივობა შეეხება, რომელიც დაგვაფიქრებს, გაგვახსენებს იმას, რაც იყო არა მარტო ჩვენ შვილებსაც შეიძლება უკანაც გაგვახელებს. პირველივე სესია იწყება მამის გავლენა შვილის აღზრდაში და მამა როგორც ჩვენ კი არ იწყება, როგორც ჩვენი მამიდან ვიწყებთ, რომ ფესვებიდან მოვყვეთ ზრდას და მე მივიდეთ ნერგამდე. ძალიან ემოციური იქნება ეს სესიები? კი, ძალიან ემოციურია ხოლმე და თან ზოგჯერ თულად ემოციურიც და ხშირად გვევდა მე ხოლმე, რომ აი ასეთ ჩართულობას არ ველოდი ესე თუ იქნებოდა. ესე თუ ავენთებოდი ვერ წარმომედგინა. არის ხოლმე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც უფრო მეტად გვაძლიერებს, გვახარებს და გვაძლევს ძალას, რომ კიდე ბევრი ჯგუფისთვის გავხსნათ ხოლმე მამების სკოლა და ამაში თითოეული მამის ჩართულობა არის ხოლმე მნიშვნელოვანი.
კარგი, გიორგი, ბოლოსკენ წავიყვანოთ საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდა რომ დასრულდეს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს პროცესი. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, როგორ შემოგიერთდნენ მამების სკოლაში, დავაზუსტოთ, მოდი, ვინ იპოვის აქ თავის თავს როგორც მამას. ეს ყველა მამისთვის არის, ვისაც უნდა რომ მამობა როგორც პროფესია, მამობა როგორც სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა კიდევ უფრო გაითავისოს, გაიაზროს და გაიზარდოს როგორც მამა. უფასოა მამების სკოლაში ეს, იმიტომ რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ნებისმიერი პროფესიის თუ უნარის მქონე ადამიანი ჩაერთოს. შეიძლება სულაც ახალ ბედა იყოს, არაფერი გამოცდილება არ ქონდეს, არ ვიცი როგორ ვეურთიერთო ჩემს შვილს, ან უკვე თინეიჯერი ყავს და ვერ პოულობს საერთო ენას და იქნებ აქ იპოვოს. მზა რეცეპტი არ არსებობს იმის, რომ როგორ გავხდე მოდი უკეთესი მამა. ხა გავიღვიძებ და გავხდები საუკეთესო მამა გავხდები. არა, აქ არის გზების ძიება, ხო? მამებს გვაქვს სალაპარაკო, გვაქვს სათქმელი, გვაქვს გასაზიარებელი ერთმანეთთან და ეს სათქმელი უნდა გამოუშვათ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ კაცები ცნობილი ეგეც ან გამოთქმა სტერეოტიპი რომ გულში ვიხვევთ ყველაფერს და ეს ჩახვევა არ გვჭირდება, პირით გასვლა გვჭირდება, ლაპარაკი არ გვაძლიერებს ეს. არ გვაძლიერებს, შეიძლება დაგვასუსტოს, ან შიგნიდან შეგვჭამოს მე ამ უმოქმედობამ, რომ აი ნეტა ეს მექნა. ადრე მითხრა ერთმა ადამიანმა, რომ რომელმაც ბევრ რაღაცა წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში, რაც უნდა და ბევრ მიზანს ჩაეხუტა, მაგრამ რო უთხარი რას ნანობდა, იყო ესეთი პასუხი, რომ ერთადერთი რასაც ცხოვრებაში ნანობო არის ის, რომ შვილებთან ურთიერთობა გამოვტოვეო. და ეხლა უკან ვერ დავაბრუნებ, იმიტომ რომ უკვე დიდები არიან. და სინამდვილეში ძალიან პატარა დროა, ხო? ანუ სანამ გაიზრდება, შეიძლება ისე ჩაგიაროს გვერდზე ამათ ბავშვობამ, რომ საერთოდ ვერც კი მიხვდე. ზუსტად, ხო. გიორგი, ტექნიკური დეტალებიც დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ და დავამშვიდობოთ მაყურებელს. ტექნიკური დეტალები არის რეგისტრაცია წინასწარ მნიშვნელოვანი, პირდაპირ კარის შემოღებით ვერ დავიწყებთ, რომ რეგისტრაცია უნდა გაიაროს რატო უნდა, როგორ უნდა. მონაწილეობა ამისთვის შემოდის ან მშობლები განხლებისთვის Facebook ჯგუფზე, ან გაეროს მოსახლეობის ფონდის გვერდზე და იქ ავსებს რეგისტრაციის ფორმას, მე ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდება, დეტალებს გაივლის და მე უკვე 16 ნოემბერს კვირა დღეს დავიწყებს სწავლას. ესეც ხო სიმბოლურია, რომ კვირას თითქოს უქმია, მაგრამ ჩვენ უქმე დღესაც კი ვემზადებით, რომ უკეთესი მამები გავხდეთ. მოტივირებული მამები. მამების ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, როგორც უკვე აღნიშნე არის კვლევებითაც დადასტურებული, რომ ბავშვიც უფრო ბედნიერია და თვითონაც ბედნიერების კოეფიციენტი ეზრდება მამას, ესეც დადასტურებულია, ცოლის ან მთელი ოჯახი უფრო ბედნიერი ხდება და ბედნიერებას ერთად უფრო პროდუქტიული ხდება შვილი. ან კვლევა ჩავიდა იქამდე, რომ აი ბავშვი უფრო კარგად მეცადინეობს მაგალითად, უფრო კარგად ადაპტირდება კომუნიკაციის უკეთესი უნარებს, ან ურთიერთობას უფრო მარტივად აბავს სხვა ადამიანებთან და ქცევაც უფრო დამშვიდებული აქვს, იმიტომ რომ ვახსენეთ ხო ლაპარაკში, მაგალითია მამა და მაგალითს იღებს დედისგანაც, მამისგანაც და ეს ეხმარება, რომ მე თავისთავი იპოვოს, ხო? ჩვენ არ ვსწავლობთ მარტო ჩვენი შვილებისთვის, ვსწავლობთ საკუთარი თავისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენი შვილებიც გვასწავლიან იმას, რომ როგორი მამა ვართ. მე ხშირად მიფიქრია, რომ აი ეს რო არის ცნობილი გამოთქმა, კვერცხი უფრო ადრე იყო თუ ქათამიო, მე ვფიქრობ, მამა უფრო ადრე იყო თუ შვილი, რომელი იყო პირველი და იქნებ შვილი იყო, როგორ გაიზრდებოდა, ხო, ვიღაც უნდა გაიზარდოს, რომ მე მამა გახდეს და ამიტომ ჩვენ შვილებთან ვალში ვართ, რომ პირველები ისინი იყვნენ და იმათგან ვსწავლობთ ჩვენ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ყოველთვის უზომოდ საინტერესო არის ხოლმე შენთან საუბარი. ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ ეს არის მეგის პოდკასტი და მადლობა რომ იყავით ჩვენი პირველი სტუმარი. დიდი მადლობა. სულ მე მახსოვრება, რომ პირველი სტუმარი მე ვიყავი და ეს ჩემ ყურებში ხშირად ზარივით გაისმება ხოლმე და წარმატებებს გისურვებთ და უსურვებ ყველა მსმენელს, ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც. მადლობა დიდი, ალბათ დროებით. დიდი მადლობა.